ძალიან ხშირად მშობლები დაძმას ადარებენ, ან საკუთარ თავს შენ ხელა რომ ვიყავი, მე ასეთი ვიყავი, ისეთი ვიყავი, ან შენ რით ვერ ისწავლე, რა გახდა. ეს ყველა ეს ფრაზა დამახსოვრებული აქვს მას. მე ვადარებ ხოლმე შხამიანი ის არის, რომელიც ანუ ფრაზის სახით ესროლა მშობელმა ბავშვს და აი ეს შხამი ტოქსინით მოიწამლა მისი რწმენა შეხედულებების ჩამოყალიბება ნეგატიურად, ანუ მისი ბირთვული წარმოდგენების საკუთარ თავზე აქვს ნეგატიური და მე გვიკვირს რომ რანტო ესეთი უკან დახეული და ეს არ შეუძლია და ესეთი ამხელა რესურსი აქვს და როგორ ვერ იყენებს და სულ კრიტიკა იყო და სულ იყო შედარება სხვასთან და ეგ არის შედარება შეცდომა ალბათ მარტო საკუთარ თავს უნდა შევედაროთ. რა უნდა რა შემეძლო ერთი თვით უკან და წინ და რა შემიძლია ახლა და სოციალური შედარებები ისედაც იწყება ბავშვი თვითონ ისედაც ადარებს თავის თანატოლებს საკუთარ თავს და ამ დროს კიდე ავტორიტეტი ადამიანისგან ამის გაკეთება ეს არის კიდევ დამატებითი სტრესი. პირიქით ამ დროს უნდა იყოს მხარდაჭერა და იმ ძლიერი მხარეებზე ფოკუსირება რაც გამოსდის რომ თქვათ პირობითად როდესაც ბავშვი ამბობს რომ ნახე გიორგი რა ლამაზად წერს, ხო? მშობლის პოზიცია რა უნდა იყოს, რომ მოდი ახლა ჩავხედოთ, ნახე შენ იგივე, თქვათ, დაწერში რაღაც 100 გერა მოუძებნოთ, რომელიც კარგად გამოვიდა და ნახე, შენც გამოგივიდა ეს ლამაზად. ხო, შენ გამოგივიდა ნაკლებად, ალბათ შედარება რო არის, ანუ ბავშვი თუ მოაქვს თავისი ეს ის თვითონ ამას ანუ ყველა ბავშვი თვითონ სხვადასხვა ასაკში იწყებს სიარულს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა იწყებს ზირბილს. ასევეა ზუსტად ყველა უნარი. ამიტომ აუცილებლად ნახე რა ლამაზად გამოგივიდა ეს. დანარჩენებიც გამოგივა. ანუ მწვანე კალმის პრინციპს რასაც ეძახიან, ხო? ფოკუსირება იმაზე, რაც გამოსდის ბავშვს, ირწმუნოს, რომ მე შემიძლია და დანარჩენებსაც შევძლებ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ბირთვული რწმენა შეხედულება, რომელიც უნდა ჩადოს აი ამ სკოლის დაწყების ასაკში მშობელმა.